ასე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი დაიბადებოდა აღდგომას. Просто ძალიან მინდოდა. შესაბამისად, როდესაც 19-ში დილადრიან გამოგვიძა ტკივილმა, ეგრევე არ გაგვსიალო კლინიკაში გამოვიბრანჯე და საკუთარი ფეხით ჩავედი ჩაჩავაში. საიდანაც თან გაწყვეტებული და თან გახარებული გამოვედი, იმიტომ რომ მითხეს, რომ ჯერ პროცესი არ იყო დაწყებული. ამის შემდეგ ცოტა კიდევ ვისეირნე, დავსხდეთ ერთ-ერთ კაფეში, გემრიელადაც მივირთვი, სახლში ასვლა კიბით მომეწია, იმიტომ რომ ლიფტი იყო გაფუჭებული. ფილმსაც უყურე. Bridget Jones-ის 19 აპრილზე შლის თავიდან ფურცელს და მე უცებ 20-დან იწყებს წერას და ეს ძალიან საინტერესო დამთხოვა იყო. ცოტა ვივარჯიშე. საღამოსკენ კი უკვე დამეწყო გახშირებული ტკივილები. არ იყო რაღაც კატასტროფა, მაგრამ როდესაც უკვე წყალი დავუყარე, ეს იყო ნიშანი. ეს მე უკვე კლინიკაში, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადავიყვანე პალატაში. ჩვენი ბარგი ბარხანა კიდე კაი უკვე წამოყებული ქონდა. დავტოვეთ ჩემს ოთახში, რომელიც ძალიან მომეწონა. ეს არის Lux Elegance. და ესეც მე უკვე პალატაში. მალევე გავიკეთე გაუტკივარება. არ იყო რაღაც აუტანელი ტკივილები, მაგრამ ვიცოდი რომ ძალიან გაძლიერდებოდა, ამიტომ ეს მერჩინე თავიდან დამეზღვრე თავი. ტკივილი მეც მეყოფოდა. აი როგორ აღიხსნათ ერთი სული მქონდა, როდის გავაჩენდი ბავშვს ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავ და დარწმუნებული ვიყავ, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლიდა. ჩემი და იყო ასე მასმევდა წყალს, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად აღარ შემეძლო და ამასობაში დადგა აღდგომაც. სანამ ჩვენ შიგნით პალატაში კვერცხებს უჭახუნებდით ერთმანეთს, ჩემი მეგობრები, ნათესავები შეკრებულები იყვნენ ჩაჩავას კლინიკასთან. ძალიან ნერვიულობდი და ვღელავდი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ გარეთ შუაღამისას კიდევ უკვე დილას ყოფილიყვნენ. მაგრამ არაფრით არ წავიდნენ იქამდე, სანამ არ გაიგეს, რომ ჩვენი პატარა დაიბადა. პატარა კი დაიბადა 5-ის 15 წუთზე. 4 კილო და 254 სანტიმეტრი. მე მგონია, რომ ყველა მშობიარობას უნდა ესწრებოდეს აუცილებლად მამა. ემოციური მხარდაჭერა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჩემი დაიკოს ყოფნა ჩემთან ერთად. ძალიან მომხნევებდა, არ იყო ჩემთვის მშობიერობა მარტივი პროცესი, ვერ მოვიტყუები. ძალიან მეტკინა. მაგრამ ამ გადმოსახედიდან რო ვუყურებ და ამ ვიდეოს ვწერ, მაშინ როდესაც ჩემი პაცკონტელა მაწევს ხუზე, 10 ჯერ და 100 ჯერ გავიმეორებდი იმავე გზას. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდოდა რომ გამომეცადა ფიზიოლოგიური მშობიარობა და ასე დაემთხვა რომ პირველი მშობიარობაზე ძალიან დიდი გოლიათი გამოიჩეკა. ჩაჩავას კლინიკამ გამომიგზავნა ასეთი სასაჩუქრე ჩანთა, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო თავმოყრილი და ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის. კვებაზეც ვიტყვი რომ მაქსიმალურად ჯანსაღი იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. ესეც ჩვენი ვიზიტორი, ჩემი პატარა დაიკო და დედიკო და ყვავილები, რომლებიც მივიღე ამ დღების განმავლობაში. სიმართლე გითხრათ, არ მეკონა თუ კლინიკაში ამხელა კომფორტით ამხვდებოდა ყველა თვალსაზრისით. ნებისმიერ დროს ჩვენთან ჩდებოდნენ, რამე თუ დაგჭირდებოდა. აქ ჩემმა მეუღლემ ჩემი მონატრებული პროდუქტები მომიტანა და მცირე ვახშამი მქონდა და ესეც ჩემი პირველი ჯახირი საფენების გამოცვლა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. რეალურად მე სამშობიაროში ბევრი არაფრის წაღება არ დამჭირვებია, იმიტომ რომ ყველაფერი ადგილზე იყო. რაც აუცილებლად უნდა მქონდა, ეს იყო ბავშვის ტანსაცმელი და ჩემი თავის მოვლის საშუალებები. მედიკამენტები, საფენები, ხალათი, პირსახოთი, მოკლედ ყველაფერი ადგილზე დაგხვდებათ. და ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად იქნებით საკუთარ თავსა და ბავშვზე ორიენტირებული. არ ვიცი თქვენ როგორი ყავით, წინწარ გქონდათ თუ არა მოფიქრებული ბავშვის სახელი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა. საბოლოო ჯამში ბოლო დღემდე მივყვანეთ ეს ამბავი და გადავწყვიტეთ მაქსიმე. მაქსიმეს ასევე ექნება ინგლისური წესის მიხედვით middle name და ეს არის რორის ბაბუის მაიკლის სახელი. კლინიკაში ჯამში გავატარე 3 ღამე. მოვაგვარეთ ყველა დოკუმენტაცია, ბავშვი შევამოწმეთ მაქსიმალურად, დავწმუნეთ რომ ყველაფერი არის წესრიგში და შუადღის საათებში უკვე მაქსიმესთან ერთად დავტოვეთ ჩაჩავას კლინიკა. მე მგონია რომ ყველა ქალს სჭირდება მაქსიმალური კომფორტი ამ დროს, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ხომ აღარაფერს ძალიან იღლები და რომ არა მსგავსი სივრცე, მსგავსი დამოკიდებულება მგონია რომ კიდევ უფრო გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადააზრება.